breaking beauty just to stay awake. სინამდვილეში იმასაც ჩვენ ღმერთს უწოდებთ ვართ ჩვენ. ღმერთი ყოველდღიურობის კონტექსტში არის საჭიროება, რომელიც გვეხმარება რაღაც სიმშვიდის მოპოვებაში, რაღაც სტაბილურობის შენარჩუნებაში და დამკვიდრებაში. მაგრამ ჩემთან ამ ვიდეოში იქნება ღმერთი მეტაფორა იმისა, რასაც ჩვენ სიძლიერეს ვარქმევთ. ანუ ღმერთი არის სახელი, რასაც ჩვენ გარკვეულ თვისებას ვარქმევთ. და მოკლედ რო გადავიდეთ. დაფიქრებულ ხართ იმაზე თუ რა არის ღმერთი? ან ვინ არის ღმერთი? აი მე პირადად ამ კითხვამ გამაზრებინა ის რომ ღმერთი არა შორს და სადმე ვეძებოთ. არამედ ღმერთი იმაზე ახლოს არის, ვიდრე ჩვენ გვგონია. და მეტიც, რომ ის ვართ ჩვენ. ყველა ის სიძლიერე, ყველა ის თვისება, რასაც ჩვენ ღმერთს მივაწერთ, სინამდვილეში ყველაფერი ჩვენი გონების პროდუქტია. და ღმერთი არ არის საჭიროება, რათა სინანულის შეგრძნება გაგვიქროს. ის არ გვაძლევს თითქოს საშუალებას, რომ ტრაგედია მივიღოთ. და ტრაგედიის მიღება ისეთი რამ არის, რაც ადამიანს განავითარებს. ადამიანს არ სჭირდება ღმერთი, რათა სინანულის გრძნობა გაუქრეს. ანუ ეს თითქოს მარტივი და თაღლითური გზა არის, რათა ტრაგედია თავიდან აიცილო. ანუ მოკლედ რო თქვა, ის გვეხმარება ჩვენ გადალახვაში და არა განვითარებაში. რადგან ტრაგედია ეგეთი რაღაცა არის, რასაც ტრაგედიაში შეიძლება მოიხსენიო რამე ტკივილი ან თუნდაც დეპრესია, რაც ორნაირი არსებობს. ანუ ერთი შეუძლია რომ ადამიანს ეს გადალახოს ეს ყველაფერი და მეორე ამ გადალახვის შემდეგ განავითაროს ადამიანი, რომ განვითარდეს, მიიღოს ეს ყველაფერი, მიიღოს ეს გამოცდილება. თვითონ ღმერთის აღქმაც ყველა ადამიანში არის ინდივიდუალური. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანებს საერთო ღმერთი სწამდეთ. შეიძლება ერთი ღმერთი სწამდეთ ადამიანებს. მაგრამ ამ ყველაფერს იქამდე მივყვართ, რომ იგი არის გონების ქმნილება, გონების შედევრი, რომელიც იქმნება ადამიანის მსგავსად. და გონება ვერ გავა რაღაც ტვინის გარეთ და ვერ შექმნის იმას, რაც არ უნახავს, რა ინფორმაციაც მასში არ არის. ის ქმნის იმ ყველაფერს, რა გამოცდილებაც მას უკვე აქვს. და აქედან გამომდინარე, ის ქმნის პრობლემებიდან მოგვარების გზებსაც. და ადამიანს სწორედ ღმერთი აი ამ სიმარტივისთვის სჭირდება. მარტივად მოგვარებისთვის პრობლემების. და ანუ პრობლემა იმაში არის უბრალოდ, რომ ადამიანებს იგი არ აძლევს განვითარების საშუალებას სინანულის სახით. და ღმერთის პრობლემაც სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც ჩვენ უკვე იგი ჩვენიდან გამოვდევნეთ და მივეცით რაღაც იდენტობა, დავარქვით რელიგია. ანუ უბრალოდ დავკონკრეტდები, რომ მე არ მაქვს საუბარი ჭეშმარიტებაზე. ანუ მე მწამს, რომ არ არსებობს სამყაროში რაღაცა უნივერსალური გზა, უნივერსალური მორალი, უნივერსალური სიკეთე თუნდაც. თითქოს ეს ყველაფერი ზღუდავს რაღაცით ადამიანს. და ჩემი რწმენებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არსებობს მრავალი ჭეშმარიტება, ბევრი. უბრალოდ ადამიანის დანიშნულება სწორედ ეგ არის, რომ იპოვოს საკუთარი ჭეშმარიტება, უნიკალური და იცხოვროს ჭეშმარიტად. ადამიანი არის ხო სოციალური არსება ბუნებით. და თქვენ წარმოიდგინეთ და ადამიანი იმდენად სოციალური არსებაა, რომ აი ამ ყველაფრისთვის, აი ამ ტკივილისთვის, დეპრესიისთვის და აი ეგეთი ტრაგედიისთვის ცხოვრებაში სჭირდება თანაგრძნობა. სჭირდება, რომ ეს ყველაფერი ვინმეს გაუზიაროს. სჭირდება, რომ ვინმეს ესაუბროს. ან რამით თანაგრძნობა იგრძნოს მისგან. და თან მისი გონებაც ისე არის მოწყობილი, რომ თვითონ ბუნებრივად პოულობს ადამიანი აი ამ პრობლემების მოგვარების გზებს სოციალურად. და ღმერთიც სწორედ აი ამ დროს გაჩნდა, რომ როდესაც ქოუპის მნიშვნელობა მიანიჭა მას. და როდესაც ადამიანმა ღმერთი გამოიყენა იმისთვის, რომ აი ეს ტკივილი არ დაეძლია, რამე არ გადაელახა. და თითქოს ადამიანს ტკივილის მნიშვნელობა არ ესმის. ანუ ვერ გებულობს თითქოს რა არის. თითქოს
საფრთხეთ მიაჩნია ეს ყველაფერი, რომ აი უცებ უნდა მოიშოროს და არ აძლევს საკუთარ თავს იმის საშუალებას, რომ მიიღოს. უბრალოდ მიიღოს. და ბარემ ეს ჩემს სფეროსაც რო დაუკავშირო ხელოვნებას, რომ აი ეს ძლიერი ემოციები რაც არის, ხო? ან თუნდაც ტკივილი, ტრაგედია რამე. ხელოვნება ის არის, რაც აი ამ ყველაფერს დიადად აქცევს. ან შეიძლება პირიქით ავსვათ, რომ აი ამ ტკივილის პროცესს ხელოვნება აქცევს სასიამოვნო პროცესად თუნდაც. აი მაგალითი რომ მოვიყვანო ცხოვრებისეული, რომ აი ადამიანი, რომელიც რამე მუსიკას უსმენს თუნდაც, ან რამე შემოქმედებითით არის დაკავებული, ხელოვნებით არის დაკავებული, ხო? მას აქვს საშუალება, რომ ტკივილი შეიგრძნოს ყველანაირი აზრის გარეშე და არ მოუძებნოს რაიმე სიტყვათა წყობა მას. არამედ მიიღოს, უბრალოდ მიიღოს. და თან ხელოვნება რატო არის კარგი ინსტრუმენტი ამისთვის, რომ შეგვიძლია ეს ყველაფერი გამოვიყენოთ, შევიგრძნოთ, გავყინოთ და რამე ლამაზად წარმოვაჩინოთ თუნდაც. აი ეს ყველაფერი არის განვითარების გარანტიც. თუნდაც ხელოვნება, ხელოვნებასაც დაუკავშირეს ყველაფერი. და თითქოს ღმერთი აი ამ ყველაფერს გვაშორებს. აი მე რაზეც მაქვს ახლა საუბარი, ხო, ეს არის ადამიანში ბუნებრივად, ანუ ბუნებრივი პროცესი არის ეს, რომ ადამიანს აქვს ემოციები ყველანაირი შინაარსისგან დაცლილი. ემოციას უბრალოდ გრძნობს, რომ თქვათ, ეგეც კი არასწორი იქნება, ანუ ვერ იტყვი რა არის საერთოდ ემოცია. მაგაზე ვერ იტყვი რაღაცა თუნდაც ემოციაზე, უბრალოდ ხვდებით რაზეც მაქვს საუბარი. ანუ ვერ იტყვი მაგაზე რომ რაღაცა გრძნობა არის. და ანუ პრობლემა იმაში არის ადამიანებს, რომ აი ამ ყველაფერს, რასაც მე ემოციასაც ვერ ვუწოდებ, რომ რაღაცა აზრს ანიჭებენ. რაღაცა ჩარჩოებში კეტავენ. და ამ ჩარჩოებში იმდენად იკეტებიან, რომ აი ამ ჩარჩოს გარეშე, თუნდაც ღმერთი დავარხვათ ამ ყველაფერს, ხო, რაც აზრს ანიჭებს ყველაფერს. აი მისი უარყოფა, ხო, და ამ ჩარჩოებიდან გასვლა ავტომატურად ნიშნავს, რომ ცხოვრება მასზე დაკარგა. ანუ თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ვსო, მორჩა მაგისი ცხოვრება. არ და ბუნებრივად ადამიანი ეგეთი არ არის. არ ჭირდება ადამიანს აზრი. არ ჭირდება შინაარსი რაღაცის. აი თუნდაც რაღაცა ლამაზ ნახატს რო ვუყურებთ, ხო? რაღაცა ლამაზი აბსტრაქცია არის, ხო, რაღაცა სიმბოლოებით არ არის დატვირთული, რა თქმა უნდა. მაშინ რაღაცა იბადება, ხო, ჩვენში, აი ამ ყურების პროცესში, ან თუნდაც რაღაცა მუსიკას რო ვუსმენთ, რაღაცა იბადება ჩვენში, ანუ არ ვეძებ მე პირადად აი ნახატში რაიმე აზრს, რაიმე მინიშნებას, თუ რა თქმა უნდა რამე სიმბოლური ნახატი არ არის. ნუ რატო წერ ამ ვიდეოს? ანუ ადამიანებს არ სწამთ საკუთარი სიდიადის. არ სჯერა თუ რამდენად დიდებული არსება ადამიანი, რამდენი რაღაცა შეუძლია მას, რამ ხელა შესაძლებლობები აქვს. ადამიანები ქმნიან საკუთარ ავტორიტეტს, რომელსაც თვითონ ანიჭებენ თავისივე თვისებებს. ქმნიან უზენაეს რაღაცას და ამ ილუზიაში, ხო, აი ამ შექმნილ ავტორიტეტში, თუნდაც მაგას ღმერთი დაარქვი, ხო? იმდენად იკეტებიან, ხო, და იმდენად მიუღწეველი ხდება უკვე ის ავტორიტეტი მისთვის, რომელიც სინამდვილეში თვითონ არის, რომ არც აქვს უკვე სურვილი, ხო, და იმედიც არ აქვს იმის, რომ მასთან დაპირისპირება შეუძლია. და ანუ ამას გულისხმობს სწორედ, როდესაც ვამბობ, რომ განვითარების საშუალება, ანუ ის ილუზია, რომ დაიჯერე ადამიანმა, რომ რაღაც ავტორიტეტის შექმენი, შენ თავის საუკეთესო ვერსია და იმედიც არ აქვს, რომ აი ამას დაუპირისპირდე, იმედიც არ აქვს, რომ იცი, რომ ამის გახდომა შეგიძლია ეგ რო გახდე შენ. ანუ ეგ აძლევს და ეგ ზღუდავს სწორედ ადამიანს და ეგ ზღუდავს განვითარებაში. ანუ ამას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ღმერთი აი ამ კონტექსტში ადამიანის ავტორიტეტი ზღუდავს მას განვითარებაში. შვენივრად მესმის და ვიაზრებ ღმერთის როლს და საჭიროებას ხალხში, მაგრამ არა ინდივიდებში. აი ამ ჩანაწერსაც სწორედ მაგის გამო ვაკეთებ, რომ ადამიანებისთვის, რომელსაც სურს საკუთარი თავის სიდიადე აღმოაჩინონ. მეტიც რომ ირწმუნონ ამის
რომ სჯეროდეთ თელ საკუთარი თავით, საკუთარი თავის. იმიტომ რომ ყოფილ ვარ ეგეთ სიტუაციაში და ამით იმის თქმა მინდა რომ სხვაგან არ ეძებოთ არაფერი. არამედ საკუთარ თავში არის, საკუთარ გონებაში არის ეგ ზედიადე. მაგრამ ბიოლოგიურად ადამიანი არ არის რაღაც დიადი არსება. არ განსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან. ერთადერთი რაც განგვასხვავებს ადამიანებს არის საკუთარი გონება. ჩვენივე თავის ღმერთები ვართ ჩვენ. ჩვენივე თავის განვითარების გარანტი ვართ ჩვენ. ჩვენივე თავის პასუხისგებლობა გვაკისრია ჩვენ და არ არის საჭირო ეს ყველაფერი ვინმე მაკონტროლოს. და პრობლემა სწორედ იმაში არის, რომ ადამიანმა შექმნა ილუზია, რომლის ტყვეც გახდა და ბოლოს იყავი ეგ წეული პინგვინი. Even if he caught him and brought him back to the colony, he would immediately head right back for the mountains. But why?